წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 8 თვით პატიმრობა მიესაჯათ. ძლიერი საქართველოს ლიდერები დაკავების მოლოდინში არიან. პარტიის ოფისში ცოტა ხნის წინ მივიდა სალომე ზურაბიშვილი. ოფისში შეიკრიბნენ ოპოზიციის ლიდერებიც. დღეს განაჩენი გამოცხადდა ზურაბ ჯაფარიძის საქმეზეც მას 7 თვით პატიმრობა მიესაჯა. ხვალკი საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ ნიკა გვარამიას და გიორგი ვაშაძის განაჩენიც გამოცხადდება. ჟეშუვის აეროპორტში ზელენსკის მკვლელობას გეგმავდნენ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვასილი მალიუკის ინფორმაციით უკრაინის პრეზიდენტის მკვლელობა ორჯერ სცადეს ჟეშუვის აეროპორტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მალიუკის განცხადებით აეროპორტში მკვლელობას ვეტერანი ამზადებდა. კიევში კი სქემაში სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის პოლკოვნიკი იყო ჩართული. გზია ამაღლობელს საპატიმროში ყოფნისას მხედველობა მკვეთრად დაუქვეით და ადვოკატის თქმით ჟურნალისტის მხედველობა მარცხენა თვალში სინათლე სიბნელის გარჩევადობის დონეზეა. მხედველობის გაზრდა კი მხოლოდ 40%-მდეა შესაძლებელი, როცა დაკავებამდე შანსი იყო 90%-მდე გაზრდილიყო. ცოტა ხნის წინ რუსებმა ოდესის ოლქში საგანმანათლებლო დაწესებულება დაბომბეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.